მივახცევთ. ახლა კი ესე იგი ჯანმრთელობიდან გადავინაცვლოთ მედიცინიდან უბრალოდ სადაბა გადავერსოთ განათლებაში. ამ ყველაფრის შესახებ ანჯამაგიძე მოგვიყვება უბრალოდ იმ პროექტის შესახებ, რომელიც სწორედ განათლებას ეხება, ვნახოთ ყურადღებით მოვუსმინოთ მას. განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალი სასტიპენდიო კონკურსი სამაგისტრო პროგრამების საქართველოში 2016-2017 შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. დღევანდელი შეხვედრა იყო გათვალისწინებელი იმისთვის, რომ ჩვენ სტუდენტებს და ადამიანებს, ვისაც გვაინტერესებს ამ პროგრამაში მონაწილეობა, დაგვესვა ის კითხვები, რაც გვაქვს და მიგვეღო პასუხები. განათლების საერთაშორისო ცენტრმა ახალ სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება 11 იანვრიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ოცამდე გამარჯვებული სტუდენტის სწავლა საფრანგეთში, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ. სტუდენტები ღია კონკურსში შეირჩევიან, მათ პირველ ყოვლისა ჩვენთან განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე უნდა შემოიტანონ თავიანთი ელექტრონული აპლიკაცია, რომელსაც შემდგომში საერთაშორისო შემრჩევი კომისია განიხილავს. შეერჩევა 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, დოკუმენტების გადახედვა და განხილვა არის, მეორე ეტაპი არის უკვე ინტერვიუზე მოწვევა, ხოლო მესამე ეტაპი იქნება უკვე ინტერვიურირებული აპლიკანტების შერჩევა. უნივერსიტეტის შერჩევაში ჩვენი აპლიკანტი თავისუფალი იქნება. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ასპექტით. ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით როგორც საფრანგეთის მხარეს თავიანთი სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციაში, მეორე არის, რომ ჩვენ გვიბრუნდება ქვეყანაში სპეციალისტი, პროფესიონალი, რომელსაც თქვა შემდგომში სახელმწიფო, არასამთავრობო, არასამთავრობო ზოგადად საჯარო სექტორში დასაქმებაში ვეხმარებით. განაცხადების მიღება 11 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, გამარჯვებულს კი საერთაშორისო კომისია 11 მარტამდე გამოავლენს.